გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. დღეს პარასკევია, 8:30 და ტრადიციულად სტუდია 8-დან მე გუჩა ჯოჯოა გაუძღვები გადაცემას. რითი უნდა დაიწყო პრობლემებს მოკლედ ჩვენი ხელისუფლება ახალ-ახალსაც აწყობს ხოლმე, ხო ჯერ ძველი არა გვაქვს ხოლმე მონელებული და უცბად ახალი გამოჩნდება. ძველზე და თან ეს ძველებსაც თავისი ასე ვთქვათ კიდევ თავისი კატეგორიები და მნიშვნელობა აქვს. ჯერ მონელებული ისიც არ ქონდა ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას, რაც დაარქვა და ფიქრობ რომ ეს საკითხებიც ალბათ კიდევ დადგება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ვერ გავერკვიეთ რითი მთავრდება ეს ყველაფერი და ალბათ ეს საკითხი, იმიტომ რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენ ამის შესახებ ბევრჯერ გვაქვს ნასაუბრები, მე ჩემს კოლეგებს გვისაუბრია ის რასაც ინვესტიციას ეძახიან, რატომ არ არის ინვესტიცია და თუნდაც ინვესტიციადაც რომ ყოფილიყო, არის რაღაცა ხელშეუხებელი რამ და რომ არა თუნდაც ჩვენი დღევანდელი ეკლესიის მიდგომაც ეს ეკლესიამდეც ასე იყო და ქრისტიანობამდეც კი ასე იყო, იმიტომ რომ მიწა და წყალი ეს არის ის, რისთვისაც ადამიანები თავის სიცოცხლეს წირავენ, როდესაც ეს მიწა და წყალი ეხება თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს და ამისთვის იბრძვის, იმიტომ რომ ეს არის საარსებო სივრცე, ეს არის ის რესურსი, რომელიც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ვერაფერმა ვერ შეიძლება ჩაანაცვლოს და დღემდე ვერ ანაცვლებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები განვითარდნენ, ტექნოლოგიები განვითარდა, ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი შეიძლება პირდაპირი გაგებით უკვე აღარ არის სურსათისათვის და ჩვენ ამას ვხედავთ, თუმცა კიდევ ამბობ, ვხედავთ დღევანდელ საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სასურსათო უსაფრთხოება ნულის ტოლია და ფაქტობრივად ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე, სოფლის მეურნეობის, ანუ კვებაზე ალაპარაკი, ხო? და შეიძლება ეს ჩაანაცვლო კიდევაც, თუმცა კიდევ ამბობ, საფრთხეებს შეიცავს ეს ყველაფერი და ეს საფრთხეების რეალობა რო არსებობს, ეს თუნდაც გამოჩნდა კოვიდის დროს, როდესაც ის სახელმწიფოებიც კი, რომლებიც ერთმანეთთან მე ცივილიზებულ, ჩამოყალიბებულ იმ სახელმწიფოებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ერთიან სტრუქტურაში, ხო? ისეთ ერთიან სტრუქტურაში, რომელიც არის მაგალითად ევროკავშირი, იქაც კი გამოჩნდა, როდესაც საჭიროება დადგა ქვეყნისთვის, ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნებს შორისაც, როგორც გერმანია და იტალია იყო, პრობლემა წარმოიშვა, გახსოვთ პირბადები, რომელიც ჩამოიტანეს ჩინეთიდან და იმას რა ქვია, ეკუთვნოდა ერთ სახელმწიფოს და მეორე სახელმწიფოს, როდესაც მის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ეს, უბრალოდ ჩათვალა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და მე ეს მესმის, რატომაც გააკეთა, ადვილი გასაგებია ყველასთვის, როდესაც საკუთარი ოჯახის წევრების პრობლემა გაქვს, მაშინ ადამიანი ნაკლებად ფიქრობს ხვის ოჯახზე, ხო? ფიქრობ, რომ ჯერ შენიანი გადაარჩინო და აქედან გამომდინარე ელემენტარულად არ გააგზავნა ეს. ხო, როცა სიცოცხლეს ეხება და ახლობით ესეთივეა, როცა სურსაც ეხება, კაცრავად გაციებული ვარ და ხანდახან ამით შეგაწუხებთ ხოლმე. და აქედან გამომდინარე მე მას რატო ვამბობ, ასეთ სიტუაციაში მიწაზე მოიყვანება, ხო, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელია სწორედ მიწა და აუცილებელია მიწა-წყალი. თქვენ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით, ხო, ქრისტემდე, როდესაც ყოველ შემთხვევაში თუ ისე არ გვახსოვს, დღეობით კინოების მეშვეობით მაინც უნდა გვახსოვდეს, რას პასუხობს, ხო, სპარტელი მეფე ლეონიდე მოსულ მტერს და მტერს, რომელიც თან მილიონიანი ლაშქრით არის მოსული, მიწა და წყალი მომეცი როცა ეუნებიან, მიწა და წყალი ჭაში ჩააგდებს და ნახავს მიწაც მანდარი და წყალიც, ხო, იმიტომ რომ რეალურად რაც არ იყიდება, რაც არ შეიძლება სხვას შენი ნებით მისცე. არის შემთხვევები, როდესაც ამ მიწა-წყალს გართმევენ, მაგრამ მუდმივად ფიქრობ იმაზე, ის რაც წაგართვეს, ანუ ის რაც შენი მამა-პაპის იყო, ის რაც და ესეც კი
ადამიანები აი პირველი საზოგადოება როგორც კი შეიძლება საზოგადოებაც კი არ შეიძლება დაარქვა ხო ანუ განუვითარებელი მაგრამ თემური ასე ვთქვათ გვარტომული არსებობდა დავარქვათ პირობითად საზოგადოება იქედან მოყოლებული იცავს იმ ტერიტორიას იცავს იმ ადგილს რომელიც მისად მიაჩნია მისი წინაპრების იყო და ამას ამბობენ ხო მუდმივად და ხშირად გაგვიგია ეს რომ აქ მამა ჩემი იყო აქ ბაბუა ჩემი იყო აქედან გამომდინარე მე ვიქნები და ჩემი შვილი იქნება ხო აი იქიდან მოყოლებული დღემდე ადამიანები და ხედავთ კიდევაც დღესაც სახელმწიფოებს შორის და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთ დიდ და გიგანტ სახელმწიფოებს შორის რომელსაც ტერიტორიები ვებერთელა აქვთ შეიძლება ითქვას რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოები არიან მათ შორისაც კი არის დაპირისპირებები სწორედ იმაზე რომ ვის მეტი გავლენა ექნება ვინ მეტად შეძლებს ამა თუ იმ ტერიტორიის ანუ მიწაწყლის გავლენის მოპოვებას აქედან გამომდინარე ეს საკითხი შეიძლება ითქვას რომ გადაფარა დროებით თუნდაც აი ეგრეთ წოდებული კიდევ იმიტომ ბევრ სიტყვას ეგრეთ წოდებულს ვამბობთ ხო ინვესტიცია ეგრეთ წოდებული ფულის შემოტანა და თითქოს სიკეთის მოტანა ქვეყნისთვის და ესეც ეგრეთ წოდებული იმიტომ რომ ამის საფასური არ არის მიწაწყლის გაყიდვა და ამას ვამატებთ ახლა ახალ ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმას და სიტყვა რეფორმაც რომ არ არის ამ შესახებ სხვათა შორის დღესაც საინტერესო გადაცემა ქონდა ბატონ დავით არხანმოურავს რატომ არ არის ეს რეფორმა და რას ნიშნავს რეფორმა ახსნილი იყო და მე თუ ნახავთ კარგი იქნება და მეც ვაგრძელებ იგივე შეიძლება პათოში გითხრათ რომ რეფორმა სიტყვით რასაკვირველია ფორმის ცვალებადობას ნიშნავს ხო სიტყვაში ვიტყვა რეფორმა ხო რაღაცა ფორმა იცვლება ანუ იმ მიზნის მისაღწევად რაც გინდოდა ხო არ გამოდგა ის მეთოდები რომელი მეთოდებიც ქონდა ანუ ის ფორმები რითაც ახორციელებდი ამ მიზნის მიღწევას არ გამოდგა საკმარისი ან უფრო ახალი და უფრო ეფექტური მოძებნე ან საერთოდ სრულიად ახალ ფორმატში გადაიყვანე შეიძლება ფუნდამენტალურად შეცვალე მაგრამ მიზანი რა გაქვს ესაა მთავარი ხო შენი მიზანი რა იყო ხო ჩვენთვის მიზანი რასაკვირველია დღესდღეობით არის რომ განათლების დონე ავწიოთ ინტელექტის დონე აუწიოთ ახალ თაობას მოვამზადოთ ეს თაობა იმისათვის რომ ისინი იმ კონკურენციაში რომელიც მსოფლიოშია ხო მოცემული ისინი თანაბრად შევიდნენ ამ კონკურენციაში და შეძლონ თავიანთი უნარების ჩვევების ისე გამოყენება ისე ავამეცადინოთ მოვამზადოთ რომ გარდა ინტელექტისა მას მივცეთ კიდე გეუბნებით ამას რატო ვამბობ შეიძლება ინტელექტი დიდი გქონდეს მაგრამ არ იცოდი ამ ინტელექტის სწორად გამოყენება და შეიძლება ვერ შეძლო იმ პროდუქტის მიღება რომელიც საბოლოო ჯამში ინტელექტმა უნდა მოგიტანოს ხო ინტელექტის გარეშე რასაკვირველია თანამედროვე ის ტექნოლოგიებზე რომელსაც ვლაპარაკობთ ის მეცნიერებებს მოაქვს ეს ყველაფერი რასაკვირველია ვერ შეძლებ განვითარებას ხო იმ კონკურენციას რომელიც შენს გარშემოა მარტო იმითი რომ თქვათ საჭმელის სარჩოსაბადებელი მოიტანე ან თქვათ რაღაცა ეკონომიკურ წარმატებებს თუ გინდა მიაღწიო იქაც კი იგივე ჩვენს სოფლის მეურნეობას დღესდღეობით რა ჭირს ხო ის თანამედროვე იმ ტექნოლოგიებს ისე ვერ იყენებს ზოგიერთი იტყვის რომ საერთოდ იმ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას რომელიც აიაფებს ერთის მხრივ პროდუქტს მაგრამ შეიძლება ხარეს უკარგავს ჯობია იმ ძველი მეთოდებით მიდგომა რაც ძირშივე არასწორია რადგანაც თანამედროვე მეთოდები უნდა გამოიყენო იმისთვის რომ რაც შეიძლება შრომა გაადვილო იმიტომ რომ ადამიანი კომფორტისკენ მიდრეკილი არსება და თუ კი რამე განვითარებას მიაღწია ადამიანმა სწორედ გამომდინარე იქიდან რომ ის მიისწრაფოდა რომ კომფორტულად ეცხოვრა თორე გამოქვაბულში იცხოვრებდა და დარჩებოდა გამოქვაბულში და არ ექნებოდა არც შუქი არ ექნებოდა არც სითბოსის საშუალებები რომელიც დღეს აქვს არ ექნებოდა მოკლედ ის ყველაფერი რაც გვაქვს ხო დარჩებოდა ისე ტყავის მითი რა ქვია ტანსაცმლით რითაც იმოსებოდა ხო ცხოველის ტყავს იყენებდა და
იქნებოდა იგივე ცხოვრების პირობები, რაც იყო, მაგრამ ადამიანი ამისკენ ესწრაფვის, ადამიანის მთავარი სწორედ ეს არის, ხო, განვითარება, მასში ეს არის, რომ მან მოახერხოს, რაც შეიძლება კარგად იცხოვროს, კომფორტულად იცხოვროს, არა მარტო თავისთვის, არამედ გარშემოსაც შეუქმნას ესეთი კომფორტი და აქედან გამომდინარე ვითარდება ადამიანი და მივედით იქამდე, სადამდეც მისულები ვართ, ხო? ასე რომ თუ კი ჩვენ ვერ შევძელით, რასაკვირველია კიდევ ამბობ, სირთულეები არის, ხო, მაგალითად ჩვენი ტიპის ქვეყანას, რომელსაც შეიძლება ვერ იყენებდეს ბოლომდე ფიზიკოსების, ქიმიკოსების ან ნებისმიერ, ასე ვთქვათ, მიმართულებას, ხო, სიტყვაზე ატომური ფიზიკის განვითარების შემთხვევაში, ხო, სად უნდა გამოიყენო ეს, მაგრამ აგერ თუნდაც ჩვენი ფიზიკოსის და მამულიშვილის, რომელიც გვეამაყება, ხო, დვალი, კარგი ფიზიკოსი, ის მართალია, საქართველოში მან ბოლომდე ვერ დახარჯოს თავისი უნარები და ჩვევები, რაც მას აქვს და აქ ვერ, ასე ვთქვათ, შექმნას ის გარემო, რომელიც ცოდნაც მას აქვს, მაგრამ სოფლიოში არსებობს იმის საშუალებები, რომ შენი ცოდნა გამოიყენო ყველგან და მათ შორის არ ნიშნავს იმას, რომ აქ ფიზიკის სკოლა არ განავითარო, ხო, ოღონდ საშუალება უნდა მიცე, ხო, ამ ადამიანს. ჩვენ შემთხვევაში ავსღებულობთ ფორმის შეცვლა რა შინაარსისკენ მივდივართ, როგორ გვიადვილებს იმას, რომ აი ერთის მხრივ ამბობენ და გვიადვილებს, რომ სწორედ ამ სასწავლებლებში სანამ ეს ბოლო რეფორმა იქნებოდა საქართველოს უნივერსიტეტთან მიერთების მისი, რა ქვია, ჩვენ ასე GPI-ს რასაც ვერ ეძახდით, ხო, ტექნიკური უნივერსიტეტის, სანამ ამ ფორმაზე მივალთ, საერთოდ თუ ავიღებთ, ხო, აი რა იყო, ასე ვთქვათ, პირველი რითაც დაიწყო ეს რეფორმა, რომ უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელიც ერთის მხრივ მისასალმებელია, იმიტომ რომ რა ჯობია იმას, როდესაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე იმ პასუხისმგებლობას, რომ სტუდენტებს ასწავლის უფასოდ, მაგრამ ეს თქვენ წარმოიდგინეთ, გააჩნია კიდევ ამბობ, შეიძლება სიკეთე ბოროტებაშიც კი გადაიქცეს, იმიტომ რომ შენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნაწილს თუ აძლევ ამ სიკეთეს, მაგრამ მეორე ნაწილს არაკონკურენტ უნარიან გარემოში ამყოფებ. ხო, საქმე ეხება უკვე იმ საგანმანათლებლო სისტემებს, სკოლებს, რომლებიც ფაქტობრივად არაკონკურენტ უნარიან გარემოში აღმოჩნდებიან, იმიტომ რომ სტუდენტი, რომელმაც იცის, რომ თუ კი საქართველოს უნივერსიტეტში ჩააბარებს, მას ექნება უფასო სწავლა, მაგრამ თუ კი კავკასიის უნივერსიტეტში ჩააბარებს, მაშინ მან შეიძლება არ მიიღოს, ხო, ეს სწავლება და იქ ფულია გადასახდელი, ხო, გარკვეულწილად წარმოშობს იმ უთანასწორობას და არაკონკურენტ უნარიან გარემოს, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ, ერთის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ აი გამოსავალია რაღაცის, ყველას ხომ ვერ გაუკეთებ, თუმცა ის ნაწილი, რომელიც ქონდა ის ბევრად ჯობია, იმას, რასაც დღეს ვთავაზობენ. და აი სწორედ დავით არხანმოურავი და ხშირად გვითქვია, ამბობდა იმაზე და ხშირად ჩვენს გვითქვია, რომ სწავლა სახელმწიფომ უნდა შეძლოს, რომ უფასო გახადოს სტუდენტისთვის. უფასო გახადოს, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, ჩვენ ვართ ძალიან რთულ გარემოში, სადაც გადარჩენა გვიწევს. ჩვენი ქართული ენით, ქართული აზროვნებით უნდა შევძლოთ ის, რაც ბევრმა ერმა ვერ შეძლო. ხო, თავიანთ ენაზე ტექნიკური მეცნიერებებიც ხო არა აქვთ. ქართველმა მეცნიერებმა შეძლეს. ხო, ეს არ არის ადვილი საქმე, ელემენტარული ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება ჩვენ ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ტექნიკურ მეცნიერებებში შევძელით საკუთარ ენაზე გაგვევითარებინა ეს დარგები. ეს არ იყო ადვილი საქმე. თანაც გეტყვით იმასაც, რომ აი საბჭოთა პერიოდს თუ ავიღებთ, ხო? საბჭოთა პერიოდისთვის მთლიანი თაობა განადგურდა განათლებული თაობა, იმიტომ რომ საბჭოელები, როდესაც მოვიდნენ, მათი მართვა სახელმწიფოსი დამყარებული იყო სწორედ უმრავლესობის, ამ შემთხვევაში პროლეტარიატის დიქტატურით უნდა ყოფილიყო ყველაფერი მართული. როდესაც საკუთრება, როგორც ესეთი ფორმა აღარ არსებობდა გარდა სახელმწიფო საკუთრებისა და იძულებული გახდნენ რაღაცა ნაწილში მაინც დაეტოვებინათ პირადი საკუთრება, რასაც ერქვა, ხო? თუმცა
ყველაფერზე იყო საერთო სახალხო საკუთრება და ასეთ სისტემაში რასაკვირველია ერთის მხრივ სტიმულს, კონკურენციას ამ ყველაფერს პოპ, იმიტომ რომ ადამიანს თავისთავად ადამიანი მიდრეკილია და ადამიანი მესაკუთრეა. მის ბუნებაში ესდებს და თუ ამას შენ ძალით უგრძალავ, ადამიანი ამას ითმენს, თუმცა დიდხანს შეიძლება ეს ვერ მოითმინოს, იმიტომ რომ გვაჩვენებს განვითარება, ხო, როდესაც ფორმაციებზე ვლაპარაკობ, როგორ იცვლებოდა ესა თუ ის ფორმაცია და გაგიგიათ ისტორიაში, ხო, რამოდენიმე მაგალითად მონათფლობელობა შემდეგში შეცვალა ფეოდალიზმმა. ფეოდალიზმი მონათფლობელობას ბევრად ჯობდა. ხო, უფრო მეტად ადამიანური იყო, რასაც ჩვენ ცივილიზებულს ვეძახით, ხო? იმიტომ რომ ყმაგლეხი, რომელიც დაახლოებით მონის მდგომარეობაში შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მას გარკვეული საკუთრება მაინც ჰქონდა და ჰქონდა იმისი საშუალება და უფლება, რომ თავისთავად მინიმალურ დონეზე მაინც განეკარგა. ხო, შემოსავლის რაღაცა გარკვეული ნაწილი თავისი ოჯახისთვის მოეხმარებინა, როცა მონის შემთხვევაში მონას ჯიბე არ აქვს, ხო? ესე იგი ფაქტიურად მონას თქვენ წარმოიდგინეთ მონის შვილიც, მონის მეუღლეც კი მონის არ იყო. ხო, შეეძლო მის მფლობელს მისი შვილი გაეყიდა, ელემენტარულად მისი მეუღლე გაეყიდა, რაც ყმაგლეხის შემთხვევაში ნაკლებად ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში მსგავსი რაღაცა შეიძლება მომხდარიყო, თვითონ ყმის გაყიდვაც კი მომხდარიყო, ასეთი ფაქტებიც იყო და ამიტომ იყო საშინელი ეს ფორმაც, მაგრამ განსხვავებით მონისგან კიდევ შედარებით უფრო ცივილურ, უფრო შედარებით ადამიანურ ფორმაციაში გადავიდნენ, რასაც შემდგომში კიდევ მოყვა ხო ცვლილება და ჩვენ დღესდღეობით სხვათა შორის ვხედავთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ განათლების, ასე ვთქვათ, დონე ძალიან მაღალია, შედარება არ არის იმ საუკუნეებთან, რომელზედაც შეიძლება ითქვას, რომ ბნელი საუკუნეები შეიძლება დავარქვათ, თუმცა კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, მაგალითად გააჩნია ქვეყნებს, ხო? იგივე ვთქვათ, საბერძნეთის ან რომის იმპერიაში ძალიან გამართული იყო სახელმწიფოს მოწყობა თავისი მთელი ვთქვათ სისტემებით, რომელიც ადამიანს, ოღონდ აქაც იყო ერთი განსხვავება, ადამიანად ითვლებოდა მხოლოდ და მხოლოდ ის, ვინც თავისუფალი მოქალაქე იყო და მონა იქაც არ ითვლებოდა, ვთქვათ, ადამიანად. საერთოდ ადამიანად დაართვლიდნენ მათ როგორც ნივთს ისე უყურებდნენ. ხო, ეს დამოკიდებულება იყო, თუმცა ერთმანეთს შორის დამოკიდებულება საკმაოდ მაღალი და ცივილური იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი არაფრითაც არ წავსულ ვართ წინ აზროვნებაში, რაც იყო სწორედ აი რომაულ ბერძნულ შეიძლება ითქვას აზროვნებაში და ხშირ შემთხვევაში მაგალითები მოყვავს ხოლმე და არიან ის ადამიანები, რომელსაც მეც ვამბობ ხოლმე ხანდახან მოусმინეთ იმ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანები პიროვნულად მოგწონთ არ მოგწონთ, მაგრამ საინტერესო ინფორმაციებს გაწვდიან და ეს ინფორმაციები მხოლოდ ინფორმაცია ვიღაცა ფიქრობს, რაში მაინტერესებს ისტორია. ხო, რატომ უნდა ვიცოდეს ისტორია, მაგრამ როდესაც ამ ისტორიას ხედავ, მაშინ პარალელებს ადვილად ავლებ დღევანდელ ცხოვრებასთან. ამ ისტორიის სწავლებასაც არიან კიდე ადამიანები, რომლებიც ასევე არ მოგწონს, იმიტომ რომ ხანდახან იმ შაბლონებს არღვევენ, ანუ გამოხატვის, გადმოცემის, ხო, ფაქტების გადმოცემის, ასე ვთქვათ, ფორმებს ხანდახან ცვლიან და იმისათვის, რომ რაღაცა მოვლენა დაგანახონ და რაშიც მიჩვეული ვართ 180 გრადუსით, ანუ ერთ სიფტყეზე ხედვას, ხანდახან 360, აი 3D, რასაც 360 გრადუსიან ხედვაში გაჩვენებს, ხო? ის რასაც მუდმივად ხედავ და ვიცით, რომ ეს თეთრია, ეს შავია, ხო, ეს ხშირ შემთხვევაში არის ამ ფორმას გაჩვევენ და აქედან გამომდინარე ეს ადამიანები ხშირად არ მოწონთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ხანდახან ისეთ კითხვებს სვავენ, ხანდახან ისეთ ინტერპრეტირებას ახდენენ, რომელიც ცდება იმ ფარგლებს, რომელი ფარგლებითაც ჩვენ მიჩვეული ვართ, თუმცა ესეც გონების განვითარება, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ამას იმიტომ კი არ გეუნება, რომ მან და მაინც ესე დაინახე ყველაფერი. ანუ მეორე 180 გრადუსს კი არ გთავაზობს. არა, ის რაც იცი და რასაც ხედავ, ეხლა ეს ყველაფერი შეატრიალე და მეორე მხრიდანაც შეხედე, იმისათვის რომ გონება განვითარდეს. ესეც ფორმა იმისი თუ როგორ უნდა ვიაზროვნოთ. აი, სწორედ ეს განათლება უნდა მიეღო ჩვენს ახალგაზრდა თაობას, რომ მათ ისწავლონ სხვადასხვანაირად ხედვა მოვლენების. და როდესაც რაღაცას თითქოს ჩამოყალიბებული უკვე მყარად იმას რა ქვია კონსტრუქციაში მოქცეულ ფასეულობებზე როცა ლაპარაკი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა როდესაც გიტრიალებს ამას და მეორე მხარეს გაჩვენებს, შენ გინდა თუ არა ის მხარე უნდა აირჩიო და თქვა რომ მე ესე ვხედავ. შენ უბრალოდ გაჩვენებს როგორ მივიდა ადამიანი თუნდაც რაღაცის შეფასებაზე. ხო, ხშირ შემთხვევაში საბჭოთა პერიოდში ხო ისინი იძულებული გახდნენ, რომ მეცნიერება უნდა განევითარებინათ. მათ კი გაანადგურეს მთელი ის თაობა, რომელიც აზროვნებდა, ან გააქციეს, ან გაანადგურეს პირდაპირ მნიშვნელობით განადგურება და გახსოვთ თქვენ
საბჭოთა ისტორიის პერიოდში 20-იანი წლების საოცარი ტერორები, წითელი ტერორი როცა დაიწყო, რომელიც 30-იან წლებამდე, 30-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა ფაქტიურად, მაგრამ იძულებულები იყვნენ, რომ იმისათვის, რომ სახელმწიფო შეენარჩუნებინათ, მათ ჭირდებოდათ ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკის განვითარება მარტო თუნდაც აგრარული მხრით რო წასულიყვნენ და იმ აგრარულსაც ლაპარაკობდით, იქაც კი ჭირდება ტექნოლოგიებს ჭირდება განვითარება. ისინი იძულებული გახდნენ, რომ მანქანათმშენებლობა ქონოდათ, ისინი იძულებული გახდნენ, რომ ის ყველაფერი მოთხოვნილებები, რომელიც მათ გარშემო იყო, მათ საკუთარი, მაგრამ ასეთი მსგავსი უნდა შეექმნათ. ამას მეცნიერება ჭირდებოდა. ამას ხომ ვერ იყიდიდი ყველაფერს, მით უმეტეს, როდესაც ეს მომენტია ხოლმე, როცა ხშირად ლაპარაკობთ, რომ აი უსაფრთხოების საკითხზე როცა მიდის ლაპარაკი, როდესაც შენ შეიძლება ბევრი ოქრო გქონდეს და თქვათ რუსეთის იმპერიას და მაშინდელ თქვათ საბჭოთა კავშირს, როცა ჩამოყალიბდა, დიდი მარაგები ჰქონდა ბუნებრივი რესურსების, მაგრამ მარტო მათი გაყიდვით და მე ტექნოლოგიების ყიდვით შორს ვერ წახვალ, იმიტომ რომ ერთ დღეს შეიძლება გადაგიკეთონ და შენი აღარც ოქრო მიიღონ, აღარც თქვათ ის ბუნებრივი რესურსი, რასაც ხედავთ ხოლმე, რომ ხანდახან დგება ხოლმე ასეთი საკითხი და მით უმეტეს ეხლა ვხედავთ, როცა სანქციებზეა ხოლმე საუბარი და გადაკეტვა ხდება, მაგრამ მოახერხა საბჭოთა კავშირმა, რომ რკინის ფარდა და რა ვიცი რებს არ ეძახდნენ გახსოვთ თქვენ, მათ მოახერხეს თავიანთი ტექნოლოგიების შექმნა. ეს ტექნოლოგიები კარგი იყო, ცუდი იყო, ჯობდა, კონკურენციას უწევდა თუ ვერ უწევდა, ეს ცალკე თემა და ცალკე საკითხია. ხო, თუმცა ბევრ რაღაცაში, ყოველ შემთხვევაში კონკურენტ უნარიანი აღმოჩნდა. ბევრ რაღაცაში აღმოჩნდა, იმიტომ რომ ფაქტი სახეზეა, რომ გაუძლო, ომებსაც კი გაუძლო ამ ქვეყანამ და მოახერხა, რომ საკუთარი მეცნიერება შეექმნათ. ეს მეცნიერება ბევრი არ ჩამორჩებოდა და ხშირ შემთხვევაში რაღაცა ნაწილში ასწრებდა კიდევაც დანარჩენი მსოფლიოს, ასე ვთქვათ, იმ კონკურენტ უნარიან გარემოში ჩამოყალიბებულ მეცნიერებებსაც კი. ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ საერთო ჯამში მე საბოლოოდ საბჭოთა კავშირი სწორედ იმიტომაც დაიშალა, რომ ადამიანები, რომლებსაც მეცნიერება ჰქონდათ, მართალია ტექნიკური მეცნიერების განვითარებაზე იყვნენ ისინი უფრო, ასე ვთქვათ, მიზანდასახული და ცდილობდნენ, რომ იდეოლოგიას რაც ეხებოდა, ის საკითხები, ფაქტები ან საერთოდ დაემახინჯებინათ, ან ინტერპრეტირებულად ისე მოეწოდებინათ ის ისტორიული ფაქტები, რომელიც ხდებოდა, როგორც მათ აწყობდათ და ასე აყალიბებდნენ და ასე ხდებოდა ჩამოყალიბება იმ საბჭოური ტიპის ადამიანისა, რომელიც ეგუებოდა იმას, რომ არჩევანის საშუალება არ ჰქონდა. ხო, ან ყოველ შემთხვევაში არჩევანის საშუალება შეზღუდული იყო. ჩვენთან ტარდებოდა, იმიტომ რომ ვერ გაექცა, ხო, იმ ასე ვთქვათ, პროგრესს, რომელიც ხდებოდა გარშემო მსოფლიოში, საბჭოთა კავშირიც მიუხედავად იმისა, რომ გასვლა საბჭოეთიდან უცხო ქვეყანაში ჩასვლა, ან უცხოელის ჩამოსვლა, ანუ ინფორმაციის გაცვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მის სივრცეებიც კი, როგორც მაშინ იყო, თქვა ტელევიზია, ანუ პირველი ჯერ Facebook-ი და თქვა ეს სოციალური ქსელები არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინფორმაციის მიღება, კინოები, რომელიც შემოდიოდა, ბევრი რაღაცა გაჩვენებდა, რომ ცხოვრება თქვენ აქაურისგან განსხვავებული იქ იყო. თუმცა თუ შეხედავთ, თქვა, ცხოვრების დონეს ტანსაცმელი როგორი იყო ურბანიზაცია ქალაქში, ქალაქები როგორ შენდებოდა, ამ ქალაქებში სახლები როგორი იყო, დაახლოებით 50-იანი, 60-იანი წლებისას თუ შეხედავთ 70-იანი, დაახლოებით ერთნაირად ვითარდებოდა. ხო, მანქანები, ტანსაცმელი, ანუ ყველა ის ყოფითი პირობები, რომელიც ჰქონდათ, თქვათ, განვითარებულ იმ ქვეყნებს და მეორეს მხრივ საბჭოეთს, დაახლოებით ერთ კონკურენცია მათ შორის მაინც მიდიოდა და რომელიც ჯობდა. და საბჭოეთი სხვათა შორის ახერხებდა კიდევაც იმას, რომ იმ მესამე ქვეყნებში, ანუ ამის შესახებაც ვილა რატო დაერქვა მესამე ქვეყნები, ანუ ორ ბანაკს შორის დაპირისპირების გარდა გავლენის სფეროები ხდებოდა მესამე ტიპის ქვეყნებში, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, განვითარებადი ქვეყნები დაარქვეს, ხო? ეს იყო აფრიკის ქვეყნები, აზიის ქვეყნები, რომლებსაც ის მაღალი განვითარება არ ჰქონდათ, აი იმ ქვეყნებში საბჭოეთი სხვათა შორის ახერხებდა იმას, რომ მასში გავლენა გაზრდილიყო, იმიტომ რომ რაღაცა საკითხებში, ხო, ხელწამოსაკრავი არ იყო ის იდეოლოგია, რომელმა იდეოლოგიამაც საბოლოო ჯამში, თუნდაც აი ეს რაზეც არის ლაპარაკი, ის უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, რომელიც მერე თანდათანობით მიაღწია, ხო, იმ დასავლეთმა და შეიძლება ითქვას, რომ იგივე თქვა ევროპაში დღეს არის უფასო განათლება, დღეს არის უფასო სწავლება, უფასო ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით ეს უფასო რა ფასიანია იქ ყველაფერი, მაგრამ სახელმწიფო იხდის ამას. ხო, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში უფასო განათლება რო იყო, უფასო რას ნიშნავს? მასწავლებელს ხელფასი ჭირდებოდა, ხო? ექიმს ხელფასი ჭირდებოდა. ასე რომ უფასო ვერ
მიიღო ეს საქმე, ხო, უფასო ნიშნავს, რომ ფულს არავინ არ იხდის. და ესე არ იქნება, ხო, ექიმის პროფესია სწორედ იმიტომ იყო წარმატებული პროფესია, რომ ექიმი კარგად ცხოვრობდა, ხო, კარგი ხელფასი ჰქონდა, ოჯახს კარგად აცხოვრებდა, ამისთვის არის ადამიანი, ხო, მიილტვის აქეთკენ. ამიტომ სწავლობდა ადამიანი სამედიცინოზე. ისევე როგორც ინჟინერი, რომელიც სწავლობდა, ხელფასიც მაღალი უნდა ჰქონოდა, ოჯახის წევრები დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყვნენ, კარგი სახლი, კარგი პირობები, იმ ასე ვთქვათ, მოცემულობაში რაც მაშინ იყო. სხვაგვარად არ იქნებოდა. ისევე როგორც დღეს ხანდახან არის ხოლმე მოთხოვნა პოლიტიკოსი ადამიანებს გონიათ, რომ ბერი უნდა იყოს, რომელსაც არ აქვს არანაირი საკუთრება, არ აქვს ცოლიშვილი და ის შეწირული უნდა იყოს სხვა ადამიანების კეთილდღეობას, ხო, ისევე როგორც ბერი ამას აკეთებს, ოღონდ ღმერთთან ურთიერთობაში და ლოცვით უნდა აკეთებდეს ამას, ხო, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სხვა ადამიანების კეთილდღეობას ამ გზით ცდილობს, რომ გააკეთოს. მარტო იმის ანეკდოტის არის, მარტო შენთვის ხوار ლოცულობ, ადამიანი ამიტომ აკეთებს ამას, მას შეწირული აქვს თავისი თავი, თქვათ, უფლის სამსახურისთვის, ხო? ასე უნდა იყოს, რასაკვირველია, კიდევ ამბობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ მას ოჯახი ყავს. და აქედან გამომდინარე, კეთილდღეობა მას აჭირდება. მიადგა მე საბჭოთა კავშირი ისეთ პრობლემას, რომ ადამიანებმა დაინახეს, რომ თლად ყველაფერი გამართული ისე არ იყო, როგორც ასე ვთქვათ, მათ ჰქონდათ წარმოდგენაში. განათლება მოიტანა, ხო, ის გინდა თუ არ გინდა ისტორია, რაც არ უნდა დამახინჯებული მიგეტანა და იყო ფაქტების დამახინჯება იყო. ან კიდევ ამბობ, უმეტეს შემთხვევაში იყო, როდესაც პირდაპირ დამახინჯებული იყო ფაქტი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ინტერპრეტირება ხდებოდა იმგვარად ფაქტებისა, რომ ადამიანებს სწორედ ისეთი საბაზისო ცოდნა ქონოდათ, რომელიც იმ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლებებს აწყობდა. ასე რომ ახალი არაფერი არ ხდება, როდესაც თქვათ მიდის საუბარი დღესაც იმ რეფორმაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. ხო, ადამიანებს ერთის მხრივ ოღონდ საბჭოეთმა სხვა რამე შეძლო. აი ერთის მხრივ ხო გინდა რომ ცოდნაც მიცე, მაგრამ მე ეს ცოდნა შენს წინააღმდეგ არ უნდა იყოს გამოყენებული. შენს წინააღმდეგ რას გულისხმობს, ხო, ხელისუფალი. ხო, ხელისუფალი გულისხმობს, რომ მის ძალაუფლებას არ უნდა შეექმნას საფრთხე. აქედან გამომდინარე, მისი პირველი ამოცანა ის კი არ არის, რომ ადამიანებმა ცოდნა შეიძინონ მის ქვეყანაში. არამედ შეიძინონ ის რაოდენობის ცოდნა და შეიძინონ ისეთი უნარჩვევებით, რომ მას არ შეექმნა საბოლოო ჯამში საფრთხე. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ამოცანა. მსგავსი ამოცანა და საბჭოთა კავშირსაც, მაგრამ კიდევ გეუბნებით, ის ფიზიკოსები, რომლებიც ატომს ქმნიდნენ, ის ფიზიკოსები, რომლებიც კოსმოსში გაიყვანეს, რა ქვია, ადამიანი, ხო, ეს საბჭოეთში ხდებოდა. მაგრამ ამ ადამიანებს ვებერთელა განათლება ჰქონდათ. ამ ადამიანებს განათლება შეიძლება პირდაპირ რაღაცა ნანახიც არ ჰქონდეს, თუმცა მათ უწევდათ, ხო, კონფერენციებზე წასვლა, ნახვა თავისი კოლეგების, ამ კოლეგებთან ძალიან ბევრი საბჭოთა მეცნიერი, მსოფლიო აკადემიის აკადემიკოსები იყვნენ. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ურთიერთობა ქონდა, იმიტომ რომ განათლების ის მაღალი ლეველი, ის მაღალი საფეხური გინდა თუ არ გინდა, ამ ადამიანებს ერთად კრებს, საერთო ბევრი ინტერესი ჰქონდათ, ერთმანეთის ცხოვრებას იცნობდნენ, ხედავდნენ, ხო, სად იყო უსამართლობა, სად იყო სამართალი, სად მეტად იყო დაცული ადამიანი. ამ ყველაფერმა მოიტანა საბოლოო ჯამში ის, რომ საბჭოთა სახელმწიფო, როგორც ქვეყანა, სადაც მართლობის ფორმა ბოლომდე დემოკრატიული არ იყო, ხო, ამან მოიტანა ის, რომ ეს საბჭოთა ქვეყანა დაიშალა. ხო, ასევე განათლებას აუცილებლად ჭირდება პირველ რიგში კარგი ეკონომიკა. ისევე როგორც ერთმანეთზეა და გააქვს კარგი ეკონომიკა, მაშინ გაქვს კარგი განათლება და კარგი განათლება თუ გაქვს, შენი ეკონომიკა კიდევ და კიდევ უფრო მეტად იზრდება. ხო, და მეტი სიკეთეები შემოგდის იმ საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობ. ჩვენს სიტუაციაში რა ვართ? ჩვენთან ვის აინტერესებს ეს? ხო, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელსაც ყველაფერზე წამსვლელია. აი მე ამ სიტყვას არ ვამბობ შემთხვევით, როცა ყველაფერზე წამსვლელია ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. მიტყვიან ადამიანები, რომ ყველა ხელისუფლება მსგავსია. ყველა ხელისუფლებას სურს, რომ ძალაუფლება მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ოღონდ არიან შედარებით ჭკვიანები, რომლებიც ფიქრობენ იმას, რომ როცა ყველაფერზე მიდიხარ, ეს არ მთავრდება კარგად. ამიტომ არის ისტორიის სწავლა საჭირო. ამიტომ უნდა გადახედო გუშინდელი რა იყო, იმიტომ რომ დღევანდელ სიტუაციაში რას აკეთებ და ხვალე რა იქნება, ამას უნდა გძნობდი ადამიანი იმ გამოცდილებით, რომელი გამოცდილება შეიძლება პირდაპირ არ კონდეს ადამიანს, მაგრამ საშუალება გაქვს, რომ ეს გამოცდილება, სხვების გამოცდილება შეიძინო, იმიტომ რომ ჭკვიანი სწავლობს სხვის შეცდომებზე.
ხო, უბრალოდ ბრძენის სწავლობს, სხვის შეცდომებზე ჭკვიანი, თავის შეცდომებზე სწავლობს და სულელი ვერც თავისაზე ვერ სწავლობს. აქ პრობლემა, ასე ვთქვათ, ასეთ ინტერპრეტირებით უფრო ჯობია, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანების იმ ჯგუფთან, რომელსაც გამომდინარე იქიდან, რომ ძალაუფლება არ დაკარგონ, ისინი თუნდაც ამ სიტუაციაში ელემენტარული რამეა, განათლების მინისტრად პიროვნულად საერთოდ არ ვიცნობ იმ ადამიანს, მაგრამ განათლების რეფორმაც და განათლების, ასე ვთქვათ, მინისტრი ადამიანია, რომელიც არ გამოირჩევა განათლების სფეროში დიდი მიღწევებით. შეიძლება თქვა, რომ კარგი მენეჯერი შეიძლება იყოს ადამიანი და შეიძლება მას განათლება არ ქონდეს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გვაქვს ხოლმე განათლებული ადამიანების მიმართ არის აგრესია. და ეს აგრესია, გასაგები აგრესია ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად ესე გვაქვს, ხო, დანახული შეიძლება განათლებული ადამიანი უფრო მეტად საშიში იყოს ვიდრე გაუნათლებელი. იმიტომ რომ გააჩნია თავის განათლებას როგორ გამოიყენებს და აქედან გამომდინარე ეს მომენტი, რომელიც რეალობაა, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს, რომლებსაც განათლების სურვილიც არ აქვს, იმიტომ რომ მას არ სურს რომ თავისი დრო განათლებას დაუთმოს, მას არ სურს რომ თავისი ენერგია ამ მიმართულებით წაიყვანოს, ამიტომ ეს ფორმულა ადვილი გამოსაყენებელია და ადვილი სათქმელია, რომ მე რა განათლებულია. კარგი ადამიანი არ არის. იმ განათლებას რაში იყენებს და აქედან გამომდინარე მათ განათლებული ადამიანების მიმართ იმ თავის აგრესიულ დამოკიდებულებას იმითი ამართლებს, რომ მორალურად რამდენად მდგრადია. თუმცა ეს მორალური მდგრადობის მომენტი კიდევ უძველესი დროიდან მოყოლებული მოდის, ხო? გააქვს კი შენ უფლება, შენ თვითონ ხარ კი მორალურად ისეთი მდგრადი, რომ სხვისი შეაფასო. შენ კი გიცხოვრია ისე, შეგიძლია რომ ის ქვა აიღო, რომელსაც ესური იმ ადამიანს, რომელსაც შეცდომა აქვს დაშვებული. შენ კი ისე გაქნა ცხოვრები, რომ არასდროს არაფერი შეგშლია, ხო? ეს მომენტები ადამიანებს ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ხოლმე. ამიტომ განათლებული ადამიანებზე როცა ლაპარაკი, განათლებული ადამიანებს სახელმწიფო როგორ გამოიყენებს, ამას აქვს მნიშვნელობა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში საზოგადოება როგორ გამოიყენებს, თორე საზოგადოებამ შეიძლება ისე წარმართოს თავისი, ასე ვთქვათ, ისეთი პირობების შექმნას, რომ განათლებული ადამიანი შეიძლება პირველი მტერი გახდეს. და ასეთი შემთხვევებიც ბევრი გვაქვს. ასე იწყება კიდევაც, ხო, კაცობრიობის ისტორიის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აი სოკრატეზე როცა ლაპარაკი ადამიანმა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ პლატონიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სოკრატეზე როცა ლაპარაკობთ, ყველა ვიცით ეს, რომ სოკრატეს შესახებ თუ კი რამე გვაქვს ცნობილი, პლატონისგან ვიცით, ხო, იმიტომ რომ მან ჩათვალა, მასზე დიდი გავლენა მოახდინა სწორედ იმას, ამაზე მეც ბევრჯერ მithქვია და ბევრი ადამიანის ამის შესახებ ლაპარაკობს ხოლმე და შეგიძლიათ მოусმინოთ უფრო ღრმა, ასე ვთქვათ, საინტერესო ისტორია ეს, როდესაც ელემენტარულად ადამიანმა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ აზროვნება ის რაც დღეს გვაქვს თანამედროვე მსოფლიოს ამაზე მოახდინა გავლენა, ხო? ლოგიკა, აზროვნების მიზეშედეგობრიობა, სახელმწიფო რა არის, სად არის სამართლიანობა, აი ამ ყველაფერზე პირველი ადამიანი ვიმსჯელობდა, ეს ადამიანი საბოლოო ჯამში საზოგადოებამ დასაჯა მითი სიკვდილით, ხო? და თან სიკვდილით დასაჯა საინტერესო იყო ესეც ახალგაზრდობის მორალური მდგრადობის გარყვნისთვის, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა კუთხით აჩვენებდა, ასე ვთქვათ, რა არის ღმერთი, რა არის სახელმწიფო, რა არის საზოგადოება. ამას ანახებდა პირველად და ჩათვალა მაშინდელმა საზოგადოებამ, რომ ეს ახალგაზრდობას ის ხრწნის, თუმცა მის მიერ გაზრდილი ადამიანები, მთელი ეს სკოლა, რაც არსებობდა, ამ ადამიანებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს შემდგომ თვითონ ბერძნული კულტურის და არა მარტო ბერძნული, გამომდინარე საბერძნეთიდან და იმიდან, რომ ეს ამა ერმა, მაშინ სახელმწიფო ერთად ჩამოყალიბებული, როგორც ბერძენი და საერთო ბერძნული კულტურა არ არსებობდა. მე უფრო გვიან შეიქმნა, მაგრამ ბერძნული აზროვნება და ბერძნული კულტურა როგორც ესეთი საერთო, ასე ვთქვათ, ბერძნული და არა ერთიანი როგორც ერის და სახელმწიფოსი, მაგრამ საერთო ჯამში ამან უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარებაზე. ინდოეთამდეც კი ჩავიდა და ურთიერთ, ასე ვთქვათ, გაცვლა ხდებოდა კულტურული, ასე ვთქვათ, ურთიერთობების. აღმოსავლეთში გინდათ, ეგვიპტეში გინდათ. ანუ ამას რატო ვამბობ? ასეთი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ასე რომ მე არ მეკვირს, როდესაც ადამიანები განათლებას ებრძვიან. იმიტომ რომ განათლება საშიში რამეა. განათლებული ადამიანის მართვა ძალიან ძნელია. განათლებული ადამიანი სხვადასხვანაირად ხედავს ყველაფერს. განათლებული ადამიანისთვის ადვილი სათქმელი არ არის, ეს თეთრია და ეს შავია. განათლებული ადამიანი ამას ყველაფერს, ამას რა ქვია, ზომავს, ამას ყველაფერს ერთმანეთს ადარებს და მე თვითონ გამოაქვს დასკვნა. ეს არ არის ვიღაცამ რომ გეტყვის, ეს ესია და უნდა გაიგო. ხო? მით უმეტეს თანამედროვე
მაშინ რა ქვია ინფორმაციის არ ვიცი სხვა ინფორმაცია მოდის ხო იზრდებიან ახალგაზრდები რომელსაც ვერ ეტყვი დღეს რომ ეს ესეა მე გამოვდივარ იქიდან პირდაპირ პრაქტიკიდან თქვა შვილიშვილიც კი რომელიც 6 წლის ამყავს და უფროსი კიდევ მეტია რაღაცაზე როცა ელაპარაკები მას თუ არგუმენტირებულად არ დაუმტკიცე ის არ კმარა ის რაც მიჩვეული იყო თქვა ჩემი და მით უმეტეს ჩემზე უფროსი თაობა როდესაც შობელი ეტყოდა რომ ეს ესეა და რას ქვია არ უნდა გაიგოს იქ კითხვა ჩდება ყოველთვის რატომ არის ესე რატომ აფასებ ამას ესე რატომ უნდა ვიცოდე რომ ეს კარგია და ეს ცუდია ხო ეს მოვიდა და ასეთი ტიპის ახალგაზრდების მართვა და ასეთი ტიპის ასე ვთქვა თაობის მართვა რასაკვირველია გაუჭირდება ნებისმიერ ხელისუფალს თან ხელისუფალს რომელიც კიდევ ამბობ მისთვის ერთ-ერთი მთავარია ძალაუფლების არ გაშვება ხელიდან ის ყველაფერს აკეთებს ამისთვის ყველაფერი გააკეთა დაწყებული არ ვიცი ყველა ის კანონი რომელსაც იზღებულობს და ხშირ შემთხვევაში კანონები რომელიც აცდენილია იმ საფუძველს რასაც კანონი ქვია ხო კანონი რატო იქმნებოდა აი ამ არსს არის აცდენილი ხო კანონის არსი რა არის ხო ადამიანებს შორის ურთიერთობა უნდა იყოს ჩამოყალიბებული ისე რომ ერთი ადამიანის თავისუფლება მეორე ადამიანის თავისუფლებას არ ზღუდავდეს რომ ადამიანებს კონდეთ განვითარების უფლება რომ ადამიანებს კონდეთ თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება ეს დაწყებული კიდე გეუბნებით აი ახლა სოკრატეს ვილაპარაკე იქედან მოყოლებული დღემდე როდესაც დღევანდელ საზოგადოებაში ვილაპარაკობთ იმას რომ დღევანდელ საზოგადოებას რა საერთაშორისო კანონები მართავს რა არის ის ფუნდამენტალური საფუძვლები რომელზედაც გარკვეული საზოგადოება თანხდება და ეს გარკვეული საზოგადოება თავისი ტექნოლოგიებით თავისი ეკონომიკით, თავისი სამხედრო წარმატებით და გამომდინარე იქიდან, სწორედ განვითარებით და მეცნიერებით არის, ეს ყველაფერი შექმნილი, რასაკვირველია, თავს ახვევს დანარჩენ მსოფლიოს იგივეს. ამას აკეთებს ყველანაირი ფორმით. და გასაგებია რატომ აკეთებს ამას. ამას აკეთებს იმიტომ რომ მას სურს თავისი საზოგადოება ცხოვრობდეს ნაკლები საფრთხეების ქვეშ. მას სურს ნაკლები ფული იხარჯებოდეს იმაზე რომ შეიძლება იმ ტიპის სახელმწიფოებიდან სადაც ასე არ ფიქრობენ და ცოტა სხვანაირად ფიქრობენ. ხო, იმადგან შეიძლება საფრთხე იყოს მოსალოდნელი, იმიტომ რომ ტექნოლოგიურად ისინი როცა ვითარდებიან, მათ ელემენტარულად შეიძლება იმ დონის არა, მაგრამ ზიანის მოყენება შეუძლიათ. ამიტომ მე იძულებული ვხდები, რომ ის თანხები, რომელიც უნდა გამომეყო ჯანდაცვაზე, ის თანხები, რომელიც უნდა გამომეყო მას განათლებაზე ის რომ საზოგადოება შემექმნა ჰარმონიაში მე იძულებული ვხდები ეს ყველაფერი დავხარჯო სამხედრო ძალის განვითარებაზე, ჯარის შექმნაზე, მის ასე ვთქვათ გაწვრთნაზე, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ მეხარჯება იმიტომ რომ ის საფრთხეები არსებობს. ამიტომ ამ ყველაფერს გამოვიყენებ იმისთვის რომ საფრთხეები მოხსნა. დაახლოებით აქა ვართ შესული დღევანდელ სიტუაციას თუ შეხედავთ და გინდა თუ არ გინდა ჩვენი საზოგადოება ვერ ამოვარდება. კი ცდილობს დღევანდელი ჩვენი ხელისუფალი ცდილობს იმას რომ ჩვენ ყველა იმ კონტექსტიდან შორს ვიყოთ ამოვარდეთ და ვიყოთ ჩვენთვის და ნაკლებად მოახდინონ ზემოქმედება. კიდე გეუბნებით სურვილები ერთია. მე მესმის სურვილები დღევანდელი ხელისუფლების ის ვისაც ძალაუფლება უჭირავს ხელში ეს სურვილები ნამდვილად მესმის, მაგრამ ამოცანების გადასაწყვეტად იმისათვის რომ შენი სურვილი შეასრულო, ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ისე, რომ სწორად ვერ აყენებ იმ ამოცანას, რაც შენ გინდა. და შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში პირიქით შეიძლება დააჩქარო კიდევაც ის პროცესი, რომელსაც გაურბიხარ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღევანდელმა ჩვენი ხელისუფლება რომელიც ცდილობს რომ მაქსიმალურად აი თუნდაც შეამციროს თქვათ რაოდენობა იმ ადამიანებისა რომლებიც უკმაყოფილონი არიან. ხო ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ან დავანახო ისეთი რამ რისთვისაც ის ადამიანები რომლებიც ჩემი ასე ვთქვათ მოქმედებებით კმაყოფილი არ არიან კიდე უფრო მეტი საფრთხის გამო იძულებული გავხადო რომ ჩემთან იყვნენ მორჩილებაში და არჩევანის შემთხვევაში ჩემზე გააკეთონ ეს არჩევანი. თუმცა არჩევნების შესახებ რაღაცა სიტყვა არჩევანზე მივიდა ლაპარაკი. არჩევნები დღეს რაღაცის შეცვლა და ეს მარტო დღეს არ არის. ჩვენ არჩევნები დაწყებული პირველი და მე ეს რატომ ახსოვს ხო? იმიტომ რომ პირველ სათავეებთან ვიყავი ამ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა.
და მე თვითონ შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო თქვათ ვიყავი რაღაცის მხოლოდ და მხოლოდ დამნახავი და შემსწრე ამ ყველაფერს, არამედ მონაწილეც ვიყავი იმ პროცესებში და ჩართული ვიყავი ჩემი ცხოვრებით, თქვათ ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, ასაც ხშირად ახლა ვლაპარაკობ, ხო, მიუძღვენი ამ საქმეს, ხო? ისევე როგორც ადამიანები უძღვლიან თავიანთ ცხოვრების ნაწილს, თქვათ სწავლას, ხო? სხედან, მეცადინეობენ, აკეთებენ, მე ამ ცოდნას გადაცემენ და მე ამ ადამიანს, როცა მეორე ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ უწვალია არაფერს, საერთოდ არ უკითხია ღამეები, არ უთენებია, კონსპექტები არ გაუკეთებია, არ წაუკითხია ის ლიტერატურა, რომელი ლიტერატურა ჭირდებოდა იმისათვის, რომ რაღაცაზე დასკვნა გამოეტანა, ძალიან თავისუფლად შეუძლიათ იმ თემაზე, რომელ თემაზეც ამ ადამიანს ამდენი აქვს ნაშრომი, ძალიან ისე ზედაპირული თავისი ხედვით თქვას, ესე კი არა, ესეა. ხო, მით უმეტეს საშუალება მიეცა ყველას თავთავის ტელევიზორი აქვს, აგერ ხელში უჭირავთ, უმეტეს განსაკუთრებით ჩანს, სხვათა შორის დაწერეს კიდევაც. ადრეო არ იყო ეს Facebook-ი, არ იყო ეს სოციალური ქსელები და ამიტომ ვინ რა დეგენერატი იყო, არ ჩანდაო. ეხლა ყველას თავისი აზრის გამოხატვის უფლება აქვს. ყველა შეუძლია ნებისმიერ საკითხზე დალაპარაკება. ყველა შეუძლია თავისი აზრის ხვებს გადასცეს. ყველა შეუძლია რომ თავისი აზრი ჩათვალოს, რომ ყველაზე მაგარი აზრია, ყველაზე კომპეტენტური ის არის და ამიტომ აქედან გამომდინარე მას შეუძლია შეფასებებიც კი აკეთოს, იმიტომ რომ ეს საშუალება აქვს, ეს უფლება მიეცა ადამიანს. ეს ცუდი კი არ არის. ეს კარგი ამის უფლება ადამიანს უნდა კონდეს. რასაკვირველია უნდა კონდეს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ თურმე ადამიანების აზროვნების დონე ძალიან დაბალია. დავინახეთ, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ღებულობენ ისეთ გადაწყვეტილებს კიდე გონენ, მას ამეთი უფლება აქვს. ეს ხშირად მილაპარაკია ამ თემაზეც, რომ ეს უფლება ადამიანს ყოველთვის აქვს. ადამიანს შეცდომის დაშვების უფლება აქვს. ადამიანს დანაშაულის ჩადენის უფლებაც აქვს. ამ ყველაფერზე პასუხისგებლობის საკითხიც დგება. ეს ყოველთვის ესეა. ნებისმიერ შენს მოქმედებაზე განადგურებას არავინ არ გიპირებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანმა სიკვდილით დასჯა, როცა გაუქმეს, იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯის გადადგმა. იმიტომ რომ ის რასაც, ხო, ჩაულებრივი რამე, თუ შენ არ აქვს ადამიანის მოკვლის უფლება. ხო, ჩაულებრივი რამეა, ბავშვობიდან ეს გვესმის, რომ ერთმა ადამიანმა მეორე არ უნდა მოკვლას. ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც ერთ-ერთი ცოდვებიდან სხვადან გამომდინარე, ადამიანი რომელიც ჩაიდინა, ეს არის კაენისა და აბელის, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, როდესაც თავდება იმით, რომ ერთი ადამიანი ჩათვლის, რომ მეორე ადამიანის მოკლა შეუძლია. მისი საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, თავისი ხედვიდან გამომდინარე ეს გააკეთა. ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა მოკლა მეორე ადამიანი. ნუ აქ ამ შემთხვევაში ძმებზეა ლაპარაკი, ნებისმიერი ადამიანი თუ კი ჩავთვალეთ, რომ ყველა ძმა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ვარ, თუ ასე იწყება, ხო, კაცობრიობის ისტორია. აქედან გამომდინარე, ერთი ადამიანი, მაშინ შენ როგორ აქვს უფლება სახელმწიფო როცა ხარ, რომ ადამიანმა, რომელმაც მეორე ადამიანი მოკლა, შენ ახლა ადგე და ეს ადამიანი მოკლა. ხო, ვიღაც მეტყვის საშინელებები ჩაიდინა, ესქნა, ესმის, აღარ შევდივარ სიღრმეში. გასაგებია. რომ ეს საშინელებები რო აკეთე, არა შენ რომ ამის მოკვლის უფლება არ აქვს, ხო ეს არის შენ მას იზოლაცია რომ უნდა გაუკეთო, ეს არის, იმიტომ საშიშია ეს ადამიანი. მაგრამ მოკვლის უფლება არ აქვს, იმიტომ ჩვენ არ ვიცით ეს ადამიანი ბოლო მომენტამდე სანამ ის არსებობს, რას მოიმოქმედებს, ჩვენ არ ვიცით ეს. შეიძლება რაღაც გმირობა ჩაიდინოს, არ ვიცით რას იზავს. ესეც ფორმულაში დებს, ხო, ყველაფერი კი შეიძლება ცუდი ცხოვრებით მაცხოვრებელი უცბად რომ შემოტრიალდეს, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევებია, მაგრამ ეს შემთხვევები არსებობს და არის. ხო, თუნდაც პავლე და სავლეს ვარიანტი, ხო? ადამიანი რომელიც ებრძოდა ქრისტიანობას, ამ ადამიანმა შეცვალა ეს ყველაფერი და არათუ შეცვალა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი სახით რაც არის, ის რაც გავრცელდა ქრისტიანობა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მას მიუძღვის. ხო, მისი საკითხი ნება უფლისა იყო მეტყვის, ხო, ადამიანი კი, ეს ნება მასში განხორციელდა. ასე რომ ადამიანები დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც რაღაცებს ვაფასებთ, ხო, უნდა დავინახოთ, რომ სად მიდის, რისკენ არის მიმართული. კიდევ გეუბნებით, მე მესმის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სურს, რომ მაქსიმალურად დიდხანს იყოს ძალაუფლებაში. ამისთვის არჩევნების გაყალბებაზე როცა ლაპარაკი. ეს გაყალბებები იმიდანაც სულ პირველი პერიოდიდან მაქვს ნანახი. როგორ ხდება. ხო, პირველად გახსოვთ ყველას, ხო, ჩემი ასაკის ადამიანებს ან დანარჩენებს ახალგაზრდებს ალბათ გაგებული გაქვთ, რომ თავარი იყო ყუთში რას ჩააგდებდი და ამიტომ მთელი ამოცანა იყო ყუთში რას იზავდი. ხო, როგორ რას გააკეთებდი, ჩააგდებდი თუ ვერ ჩააგდებდი, იმ ყუთს მოიპარავდი თუ არ მოიპარავდი და ბოლოს მიხვდნენ რა, ეს ადამიანები ხო ვითარდებიან, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. რომ ყუთი
მე მახსოვს ერთხელ რომ ადამიანს რომელსაც არჩევნების დროს მაჟორიტარი იყო მაშინ ერთი მთავარი ამოცანა რაც დაუსახა თავის იმეებს რა ქვია გუნდის წევრებს უთხრას რომ მთავარი იყო ის ხუთი რამენაირად დაეცვათ და რამენაირად მინდა მიეტანათ საოლქომდე ხო უბნებიდან საოლქომდე მაგრამ ეს ხუთი კი მიიტანეს მაგრამ იმ ხუთში არავის არ ჩაუხედია დაწერეს ის რაც უნდათ ამის მერე წავიდა რომ მოდი გავხსნათ ყუთები, მოდი ერთი პერიოდი გახსოვთ რამოდენიმე არჩევნები გავხსნათ ყუთი იყო სულ. ერთხელსაც ვიღაცები იქაც მონაწილე ვარ, გაიხსნა ეს ყუთები და რაც ინახა ყველა მიხვდა რომ ეხლა ჩვენ თუ ადამიანებს ვთქვათ ეს ყველაფერი ეს არის რა ქვია, მოგონილია და ტყუილა საერთოდ არჩევნებზე არ მოვა ეს ხალხი. ამიტომ რაღაც ფორმა, ანუ გამყალბებელსა და ის ვინც ითხოვდა იმას რომ გაყალბების მექანიზმები ასე ვთქვათ ამოეგდო, ხო, მივიდნენ იქამდე რომ რაღაცა ფორმა გინდა თუ არ გინდა, იმიტომ რომ საერთო ჯამში ყველა არ დაზიანებულიყო, რაღაცა შეთანხმებულიყო. ეხლა აღარ წუთი ჭირდება, მარტივ რამეს გეტყვით, კაცო, დემოგრაფიულად ხო ვხედავთ რომ ცუდ დღეში ვართ. ხალხი გადის ქვეყნიდან. დამორჩეველთა რაოდენობა როგორ მატულობს? აღარ ფიქრობთ ამაზე? რამდენია ხოლმე ამორჩეველთა რაოდენობა? ყველაზე დიდი რა იყო ხო ორი არჩევნები გვახსოვს ყველაზე დიდი და იქაც არც ერთი არ ყოფილა ისე რომ 60%-მდე ადამიანი მოსულთა რაოდენობა არ ყოფილა საქართველოში. ანუ 40% მუდმივად არ მოდის. უბრალოდ არ მოდის არჩევნებზე. ან არ არის აქ და იმიტომ არ მოდის, ან არის აქ, მაგრამ მაინც არ მოდის. მიუხედავად ამისა იზრდება და იზრდება. 2.900.000. ამდენი ვართ საერთოდ. ვართ საერთოდ მოსახლეობა ამდენი ვართ, რაც ამორჩევლის რაოდენობას რასაც ვწერთ ხოლმე. კი იქ რაღაცა 18 წლამდე მას აკლებ რა ქვია რაოდენობას და ვიღაცა იტყვის რომ სწორედ აი აქა ჩანს რომ ჩვენ მომაკვდავი ერი ვართ, ბავშვები ნაკლები გვყავს და ამიტომ დაახლოებით 300.000-ია ვინც რა ქვია არჩევნებში მონაწილეობს, დანარჩენი სულ ყველა მონაწილეობას ღებულობს არჩევნებში. იქედან მოდის ნახევარზე ცოტა მეტი და იმ ნახევარზე ცოტა მეტიდან მერე უღებულობენ აი იმ პროცენტებს რომელსაც იწერენ. და ყველა ვხვდებით რომ ეს ყველაფერი არის HR-ში მოგონილი. მოგონილია ხო ეს არჩევნები. არჩევნები თუ ვერ ვცვლით მაშინ რა უნდა გავაკეთოთ და მოიფიქრეს ესეც. არჩევნების დღეს ფაქტურად რევოლუციას აკეთებ. პირველი ასეთი რევოლუცია გააკეთა სააკაშვილმა, მეორე ასეთი რევოლუცია გააკეთა ივანიშვილმა. ანუ არჩევნების დღეს გამოყავს მაქსიმალური რაოდენობა ხალხის და იმ დღეს რადგანაც ხელისუფლება მაგ დროს HR-შია გამოკიდებული. იმ დროს ხელისუფლება ფაქტობრივად ასრულებს ხელისუფლების ფუნქციას, მაგრამ არჩევნების შედეგს აქვს მნიშვნელობა რა დაიდება. და აი ეს იმის რა ქვია გარდამტეხი საათები წყვეტს ყველაფერს. და რეალურად რჩება ის რომ მაქსიმალურად უნდა ეცადო ხელისუფლება თუ უნდა შეცვალო ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა იდგეს, მაგრამ ვერ ახერხებ მე მთავარ რამეს. ვერ ახერხებ იმას რომ ეს ადამიანები ყველანი ერთი რაღაცის გარშემო არ დგებიან. გაბრაზებულები შეიძლება იყვნენ, მაგრამ ერთად არ დგებიან. აქედან გამომდინარე ეს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ეს მომენტი შეინარჩუნოს. და მივიდეს იქამდე რომ ფაქტობრივად მიუხედავად იმისა რომ ის ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ იმ ვალდებულებებს რომელიც ხელისუფლებას უნდა კონდეს. მას მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება უნდა. და ვერ აკეთებს ვერ მოახერხა ქვეყანაში ეკონომიკა იმ დონეზე აწიოს და დააყენოს რომ განათლებაში ნორმალურად ფული ჩაიდოს. ის რომ განათლებაში სკოლა უფასოს გარდა კვება უნდა კონდეს შეტანილი, იმიტომ რომ ადამიანების დიდი ნაწილი იმ სიტუაციაში, რომელშიც დღესდღეობით ჩვენა ვართ. ირანმა გააკეთა ეს აი შახმა, რომლის შვილზეა ახლა ლაპარაკი, ირანმა იმისმა მამამ გააკეთა ის, რომ სკოლაში უფასოდ რძეს და იმის საშუალებას აძლევდა, რომ ეჭამა ბავშვებს, რატომ რომ სკოლაში ბავშვები გაეშვათ. ეს იმიტომ გააკეთა, რომ განათლების დონე აეწია. მერე გააკეთა ის რომ ათასობით ბავშვები გაუშვა, სტუდენტები უკვე ბავშვები და მოზარდები გაუშვა სოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. აი ამ ბავშვების გაკეთებულია დიდი ნაწილი დარჩა ევროპაში, რომელიც დღესდღეობით აი სწორედ ის ნაწილია, რომელიც ფიქრობს რომ უნდა შეიცვალოს სიტუაცია, რაღაცა ნაწილი მას სხვათა შორის აი ფიზიკის იმაში რა ქვია, ძირითადად სწორედ ის მეცნიერები არიან, რომლებიც სწორედ იმისმა მამამ გააგზავნა. და იმათმა შექმნეს ის ბირთვულ იმაზე, როცა მიდის პროგრამაზე საუბარი. იქ ნასწავლებმა. იმიტომ რომ იქ განათლება მიღებულებმა. აი ჩვენ რა სიტუაციაში ვართ? ჩვენ რა მდგომარეობა გვაქვს? ჩვენ ვერ შევძელით ის რომ იმხელა ფული ვიშოვოთ რომ ბავშვებს სკოლაში უფასოდ კონდეს ჭამა, ვერ შევძელით ის რომ თუნდაც აი დავითი ამბობდა სწორედ იმას რომ მესამე კურსამდე მაინც მივცეთ. მე მახსოვს რომ უნივერსიტეტში ჩვენთან აღმოსავლეთ მცოდნეობაზე ვსწავლობდი და
იყო ერთი, რომელზედაც ვფიქრობდით, სულ ბიჭებს როგორ მოხდა. მაღალ კონკურსი იყო ძალიან. ხო, და თან კორუფცია ისე არ იყო, ჩვენ ფაკულტეტზე განსაკუთრებით. მაგრამ ვიღაცის უნდა ყოფილიყო, რომ თქვა მოხვედრილი ყავი ასეთი ტიპის ფაკულტეტს. და პირველივე კურსიდან მე ისტორიულზე გადავიდა, მე რა ქნა, რა მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანს, მაგრამ მქონდა ეს დამოკიდებულება, რომ აი როგორ მოხდა საერთოდ, მაგრამ მე ვამბობდით რას, რომ კარგია, ჩვენთან ერთად რომ დგას, მარტო უნივერსიტეტის ეზოში რომ დგას, უკვე რაღაცა სწავლობს. უკვე იმიტომ რომ იმ ადამიანებთან ლექციაზე ისმენს არისმენს ხომ დებს კაცო და რაღაცა ხო ესმის, რაწყვეტები მაინც ხო ესმის, ბოლო-ბოლო აზრე თუ ვერ გამოაქვს. და მე ურთიერთობა ხო იმ ადამიანებთან აქვს, რომლებსაც გინდა თუ არ გინდა, რაღაცა ქცევის წესებს სწავლობს, საუბარს სწავლობს. ხო, ამას რატო ვამ? უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თანამედროვე ამ მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების პროცესში ადამიანებს ელემენტარული საფუძველი მაინც ჰქონდეს იმისი, რომ არა მარტო სკოლის, არამედ უმაღლესი განათლების რაღაც გარკვეულების შეექმნას საფუძველი იმისი, რომ იმ კონკურენციაში მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ აზრების ჭიდილი მოდის. საინტერესო მასში შევდივართ, გარემოში შევდივართ. ის რაც საერთაშორისო მასში ხდება, დაწყებული თქვა, აგერ 1 თებერვალს ელოდებიან ირანთან როგორ განვითარდება ურთიერთობა, რაც შეცვლის მთლიანად ახლო აღმოსავლეთში სიტუაციას. და არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, შეცვლის მთლიანად, ხო, სოფლიოში ამ სიტუაციას. ბევრი მოვლენები მოხდება ჩვენს თვალწინ. ჩვენ ეს გვინდა, არ გვინდა, ვეცდებით გამოვტოვოთ და სოროში დავიმალოთ, თავზე რაღაცა დავიყაროთ და ჩავწვეთ, რომ ვერავინ ვერ დაგვინახოს, თუ ვეცდებით იმას, რომ რაღაცაში მიუხედავად ამისა მოხდება ეს ყველაფერი. და მიუხედავად ამისა ზეგავლენას მაინც მოახდენს. ოღონდ შევხედოთ და ამ ხელისუფლებას ამას ვეუბნები სწორედ. შეხედეთ რა ხდება. სოფლიო ნელ-ნელა იწყებს იმას, რაზეც ვლაპარაკობდით, რომ აღარ აპატიებენ არავის. არავის, არც ირანში, თქვენ წარმოიდგინეთ თითქმის ყველგან, არავის არ აპატიებენ იმას, რომ შენ რაღაცა ჯგუფს ადამიანებისას ხელში გეჭიროს ქვეყნის სიმდიდრე, ხელში გეჭიროს ქვეყნის სიკეთეები და მერე შენი ხალხი ყავდეს იმ დონეზე, რომ ეს ადამიანები მერე სხვა სახელმწიფოებს აწუხებდნენ, იმიტომ რომ ჩადიან იქ, ზოგი ვინც ნორმალურია სამუშაოდ ჩადის, ვინც არანორმალურია მოსაპარად ჩადის, არ დაუშვებენ რა ამას რა, ყველა მიხედოს რა თავისას რა. ყველამ თავისას მიხედოს კარგსაც და ცუდსაც. ყველამ თავისაში უნდა გაარკვიოს და მე არ უნდა შემაწუხოს. ამიტომაც გააკეთეს ის რაც მოხდა ვენესუელაში. რომ მაწუხებს რა უკვე რა შენი იდიოტური მართვა, ისე რომ ვერ შეძელი, ვიღაცა ეთქოს როგორ რაღაცა ნაწილი ხო კარგად იყო. აგერ კადაფის დროს ხო რაღაცა ნაწილი კარგად იყო, მაგრამ მეორე ნაწილი დაჟუჟეს საერთოდ. და ეს საბოლოო შედეგს მაინც გატყდა. რაც არ უნდა მოერიო, დღევანდელი ხელისუფალი რასაკვირველია ყოველთვის მოგვერიო. რაც არ უნდა მოგვერიო პრობლემას ხო ვერ წვიდავ და ამიტომ არ გაპატიებენ ამას. ეს უნდა მიხვდე, მიუხედავად იმისა, კიდე გონე ვიღაცას გონე მართვის სტილი ხო თითქმის აი ისიც ხომ დემოკრატიული კი არა, ნახე რას აკეთებს მისი პოლიციელები როგორ ლახავენ ვიღაცას, გავიგე, მაგრამ სხვა არის საფუძველი იმისი და სხვა არის შენი. და თან კიდე გონე იმის საფუძველი ძალიან ძლიერია. ძალიან ძლიერია და გადის ეს. მშვიდობისათვის, ხო, იძულებითი, ასე ვთქვათ, მშვიდობის იძულებაზე მიდიან. რას ნიშნავს, უნდა მივხვდეთ ამას. და ამიტომ სხვაგვარად შევხედოთ სიტუაციას. ლაპარაკი ვისწავლოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც არ მოგწონს. რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ვეცადე, რომ თქვენთვის ის დღევანდელი სიტუაციის პრობლემატიკა გადმომეცა და რა ვიცი, ღმერთმა ქნას, რომ ამ ხელისუფლებამაც გაიგოს და ჩვენის გავიგოთ, რომ ეს ხელისუფლება თუ ვერ გაიგებს, მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას ჩანაცვლება დაჭირდება. და რახან დაჭირდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ არ მივიღოთ კიდევ, ასე ვთქვათ, კიდევ ახლო მანძილში შესაძლებელი რომ უნდა გახდეს ისეთი ხელისუფლება. ეს მაინც მოვახერხოთ. კარგად გრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.